ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან. ტრაგედიის წლის თავთან დაკავშირებით იქ დილიდან ხალხმრავლობა, მოქალაქეების საბჭოთა ჯარის მიერ მოკვლულებს პატივს მიაგებენ. თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ქართული ოცნების რამდენიმე მხარდამჭერი გამოჩნდა და სხვებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დაკავებულია ერთი ადამიანი. ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში, ის ადგილზე იმყოფება. სალომე, გითხარი ინციდენტის დეტალები და ახლა რა ხდება მანდ? დავიწყოთ იმით, რომ დღეს დილიდან დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, თუმცა კულმინაციური მომენტი შეიძლება ითქვას, რომ იხილეთ სულ რამდენიმე წამის წინ, როცა ადგილზე გამოჩნდა ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოცნების მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის გულისხმობთ შალვა პაპუაშვილს, რომელიც ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეა, ოცნების მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, მათი ნაწილი იმყოფებოდა ადგილზე, მაგალითად დავინახეთ ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი, ადგილზე იმყოფებოდა მაკა ბოჭორიშვილის, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელად ყავს წარმოდგენილი პარტიას და ყველა მათგანი ერთად მივიდა მემორიალთან, 9 აპრილის მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისთვის პატივის მისაგება, თუმცა ამ პროცესს არ ჩაუვლია ცხადია ხმაურის გარეშე. კაფეოდ ისმოდა აქ მოქალაქეების პროტესტის ხმა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მოქალაქეები იმ დროისთვის, ვიდრე აქ მოვიდოდნენ ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, პოლიციის და შესაბამისი სამსახურების წინასწარი მუშაობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ გამოამწყვდიეს რუსთაველის გამზირის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში შემოსაზღვრა პოლიციამ. აი ხედავთ, რომ პოლიციერები დგანან სწორედ პროტესტის მონაწილე მოქალაქეების წინ და მათ არ აძლევენ აქეთ გადმოსვლის შესაძლებლობას, ანუ გადმოსვლის შესაძლებლობას იმ წერტილამდე, სადაც არის მემორიალი და სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა პროტესტის ეს ხმა მაინც მკაფიოდ აღწევდა ქართული ოცნების ლიდერებამდე, რომლებმაც არ შეიმჩნიეს ეს პროტესტი, არც მედიასთან ისაუბრეს და უკომენტაროდ დატოვეს ტერიტორია. სულ რამდენიმე წამში, როგორც უკვე გითხარით, მათ აქ მოსასვლელად წინასწარვე მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაო და ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართული როგორც პოლიციის წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურების თანამშრომლები, ადგილზე იმყოფებოდნენ და იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს იმისთვის, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დილიდან უფრო სწორად კი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში აქ იმყოფებოდნენ, რომლებიც მიაგებენ პატივს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას და რომლებიც ამავე დროს აპროტესტებენ ქართული ოცნების მათი შეფასებით პრო-რუსულ პოლიტიკას, არ ქონოდათ შესაძლებლობა ოცნების ლიდერებთან მიახლოების, მათთვის შეკითხვების დასმის. ამ მოქალაქეებს შორის იყვნენ სინდისის პატიმრების და არიან სინდისის პატიმრების ოჯახების წევრები, მათი დედები, რომლებსაც ასევე მთელი ღამე გაათენეს რუსთაველის გამზირზე და რომლებსაც ასევე სურდათ კონკრეტული შეკითხვებით მიემართათ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის, თუმცა ოცნების მთავრობის ლიდერებმა პოლიციის ძალით მათთან კომუნიკაციას დღეს თავი აარიდეს. ამ პროცესში რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი დააკავეს არა ერთი მოქალაქეს, ამ დაკავებების შესახებ დეტალებს ჩვენ მოგვიანებით ცხადია შემოგთავაზებთ, თუმცა ეს ყველაფერი, როგორც უკვე გითხარით, საჭირო გახდა იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას მშვიდად შესძლებოდა, თუ ასე შეიძლება ითქვას, მისვლა მემორიალამდე და იქ გმირების ხსოვნისთვის ამ ფორმით პატივის მიღება, რაც აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან არ მოხდა ქართულმა ოცნებამ, შარშან საერთოდ ვერ გაბედა რუსთაველის გამზირზე მოსვლა და ეს ახსნა პროვოკაციისთვის თავის არიდების მოტივით. მაშინ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ სამების საკათედრო ტაძარში და ასე მიაგეს მაშინ პატივი ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. დღეს კი გადაწყვიტეს, რომ უკვე შეეძლოთ მოსვლა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი სწორედ ამ პარტიის პოლიტიკის, ანტიდასავლური და ანტირეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, რომ დღეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროტესტში არიან ჩართული და რომლებიც დღეს ასევე საგანგებო 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, აი ამ მოქალაქეებთან მოსულიყვნენ და მისულიყვნენ მემორიალამდეც. ვიდრე ირაკლი კობახიძე გამოჩნდებოდა ადგილზე, გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე წუთით ადრე რუსთაველის გამზირზე მოვიდა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ცხადია ისაუბრა მედიასთანაც და ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზეც და იმ პოლიტიკაზეც, რომელსაც ახლა ქართული ოცნება აწარმოებს. მან თქვა, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ქართულ ოცნებას არ ელოდებიან. მან თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თუნდაც დაიჩოქონ ამ მემორიალის წინ, ეს არ შეცვლის ფაქტს, რომ ოცნება მისი განცხადებით სამშობლოს ყიდის და ყიდის სწორედ ამას რუსეთს. ის ადამიანები, როგორც საუკუნეების მანძილზე, არიან ადამიანები, რომელმაც
თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ ყველასთვის. ეს დამოუკიდებლობა არის ალბათ ის, რაც ყველაზე ძვირფასი არის. ასე იქნება ისევე ამ პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება, რაც არ უნდა დაუჯდეს, იმიტომ რომ ამათ გაშვება არ იქნება, non passaran ერთხელ ვთქვი და ეს არის ჩვენი მართლად გზავნილი, რომ რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომც დაპატივისცენ, ვითომც თუნდაც დაიჩოქონ. არაფერი არ ეშველებათ, იმიტომ ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდიან, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი არ ვიცი, გამდიდრებისთვის თუ თავიანთი რისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც აღარ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე არსებულ სურათს. თქვენ ხედავთ, რომ ადგილზე ისევ არის მობილიზებული პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლობა და სწორედ ისინი აკავებენ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული. მოქალაქეები განლაგდნენ პარლამენტის შენობის კიბეზე და მათ ამ დროისთვის ისევ არ ეძლევათ აქეთ გადმოსვლის შესაძლებლობა. იქ სადაც ისიც რომ 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალი მდებარეობს, სადაც ცოტა ხნის წინ, როგორც გითხარით, იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. მათ უსაფრთხო კორიდორი მოუწყვეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა და ისე რომ მედიასთანაც არ უსაუბრიათ ოცნების წარმომადგენლებმა ტერიტორია სულ რამდენიმე წამში დატოვეს. თქვენ მოისმენთ უკვე საომე ზურაბიშვილის განცხადებაც, ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც და ჩვენ ბუნებრივია აქ გავრცელებული განცხადებებით და იმ მოვლენებით, რომლებიც ადგილზე ვითარდება, მოგვიანებით შემოგერთებით უკვე 12 საათიან გამოშვებაში.